თბილისის საბავშვო ბაღებში ონლაინ რეგისტრაციის პროცესი გუშინ დაიწყო. რა სიახლეებს თავაზობს მშობლებს ადგილობრივი ხელისუფლება 2015-16 წლისთვის. თემაზე ეკონომისტრი სტუმარია თემურ თორდინამა, თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი. ბატონ თემურ, მოგესალმებით. მოგესალმებით ტელემაყურებლებს. ბატონ თემურ, ამჯერად რა სიახლეებს თავაზობთ მშობლებს და მოხერხდება თუ არა ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება? როგორც ბრძანებთ, რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 1 ივლისს გუშინ 13 საათზე. პირველ ეტაპზე უპირატესობით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100,000-ზე დაბალია. ასევე მნიშვნელოვანია სტიქიით დაზარალებული ოჯახების შვილების რეგისტრაცია, რომლებსაც ასევე უპირატესობა მიენიჭებათ ასევე პირველ ეტაპზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და იმ ოჯახის შვილებს, რომელთა და-ძმები უკვე დადიან და სარგებლობენ კონკრეტული საბავშვო ბაღის მომსახურებით. 8 ივლისამდე გაგრძელდება აღნიშნული კატეგორიის ბავშვების რეგისტრაციის პროცესი, ხოლო 8 ივლისის 13 საათიდან უკვე შეუძლიათ სხვა დანარჩენ ბავშვებს დარეგისტრირება. ანუ ჯერჯერობით აზრი არ აქვს დარეგისტრირდნენ სხვა კატეგორიის ბავშვებს. თვითონ წესი არსებობს ამასთან დაკავშირებით მიღებული, რომ პირველ ეტაპზე უპირატესობა ენიჭებათ ამ კატეგორიის ბავშვებს, ხოლო 8 ივლისიდან უკვე სხვა დანარჩენ ბავშვებს შეეძლებათ დარეგისტრირება ონლაინ სისტემის საშუალებით. გასაგებია და ბატონ თემურ, ერთი და იმავე კატეგორიის მშობლებისთვის თუ ენიჭება მნიშვნელობა იმას, ვისი განცხადება უფრო ადრე დარეგისტრირდა? ერთი და იმავე კატეგორიის ამ პირველ ეტაპზე თუ ბრძანებთ, პირველ ეტაპზე რეგისტრაციის პროცესში თუ ვიღაც ვერ ახერხებს ან რაღაც პრობლემა აქვს თვითონ დარეგისტრების კომპონენტში, ჩვენთან მოდიან სააგენტოში და ჩვენი თანამშრომლები ეხმარებიან დარეგისტრების პროცესში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვეების განმავლობაში მუშაობდით, რომ შარშანდელი პრეცედენტი არ განმეორებული იყო და ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა, ანუ საიტს პრობლემა არ შექმნია. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პრეტენზიები არ შემოსულა ჩვენთან და შესაბამისად გამართულად შევხვდით ამ პერიოდში რეგისტრაციის პროცესს და ეს არის ძალიან დიდი წინსვლა ამ მიმართულებით. რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ 2015 წლის ივლისის თვეში შევძლებთ 10,000-მდე აღსაზრდელის მიღებას, ხოლო შემდგომ თვეებში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაშენებთ ახალ ბაღებს, ვამატებთ ახალ ჯგუფებს, არსებულ ბაღებში ვარემონტებთ წლების განმავლობაში გამოუყენებელ ფართებს, შესაბამისად ეტაპობრივად დაკმაყოფილდება ის გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც იმის გამო გვაქვს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენ რა თქმა უნდა ადგილების უკმარისობა გვაქვს, რაც ახალ ადმინისტრაციას და ზოგადად თბილისის მერიას დახვდა, ეს არის 50-მდე დახურული საბავშვო ბაღი, რომელიც წლების განმავლობაში დაიხურა და ზუსტად ეს 50 დახურული ბაღი არის იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ყველაზე, ასე ვთქვათ, მწვავედ გავს თავისუფალი ადგილების თემა. აქედან გამომდინარე, ალბათ მაყურებელით მიხვდება, რომ ამას ყველაფერს დრო ჭირდება და თანმიმდევრული მიდგომით ჩვენ ამ თემებს ნელ-ნელა დავწევთ. და ბატონ თემურ, რა ფართი არის საჭირო იმისათვის, რომ დღეს არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს? თქვენ ბრძანებთ, ანუ რამდენი ბაღი უნდა დაემატოს იმისათვის, რომ სრულად დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რომელიც დღესდღეობით არსებობს? ამას ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, იქიდან გამომდინარე, რომ შობადობა ყოველწლიურად იზრდება, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ მუნიციპალური საბავშვო ბაღები უნდა ავაშენოთ, აღნიშნული მიმართულებით თქვენ მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალური საბავშვო ბაღები 2013 წლის სექტემბრიდან არის უფასო. გარდა ამისა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ბევრად უფრო გაუმჯობესდა საბავშვო ბაღებში ხარისხი მომსახურების, იგივე და ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, რაოდენობის და გამოიწვია ჩვენი ბენეფიციარების. თუ შარშან 59,500-მდე, 50,000-მდე აღსაზრდელი ყავდა სისტემაში, დღევანდელი მონაცემებით 53,500-მდე ყავს. ანუ ეს ყველაფერი ახალი ჯგუფები
ჯგუფების დამატებით მოვახერხეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ციფრების დადია და კიდევ ერთხელ მინდა განმეორდე, რომ ამას სჭირდება, ანუ ჩვენ ახალ ბაგებს კი ვაშენებთ, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს როგორც მიმდინარე წელს, ასევე მომავალ წელსაც და შესაბამისად ეტაპობრივად უნდა დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნა, რომელიც დღეს დგას. გასაგებია. ბატონ თემურ, თუ არის დათვლილი რა ფართია საჭირო ერთ ბავშვზე და რა უჯდება ერთი ბავშვის შენახვა სახელმწიფოს? სტანდარტის მიხედვით, ანუ ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის 300 მერვეენ ბრძანების ესეთი სტანდარტი არის, სადაც წერია, რომ ერთ ბავშვზე უნდა იყოს 2 კვადრატული მეტრი მინიმუმ გათვლილი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, აქედან გამომდინარე, თქვათ იგივე სტრატეგიით ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, რომ ბაგაში უნდა იყოს 25 ბავშვი და ბაღში უნდა იყოს 35, მაგრამ ეს კანონით არ გვაქვს, რა თქმა უნდა, განსაზღვრული, ეს გვაქვს სტრატეგიით განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ჯგუფები ბევრად უფრო მეტად გვაქვს გადატვირთული და თქვათ იგივე ბაგაში ყავს 25-ის ნაცვლად 30 ბავშვი და ბაღში 35-ის ნაცვლად ბაღის ასაკში, ანუ 3-დან 6-მდე 40 ბავშვი და ეს გასაგებია, რა შეეხება დაფინანსებას? დაფინანსება წლევანდელი ბიუჯეტი 2015 წლის ბიუჯეტი შეადგენს 85 მილიონს, 85 მილიონ ლარს, საიდანაც დიდი ნაწილი თანხისა განსაზღვრულია იმ მომსახურებისთვის, რომელიც საბავშვო ბაგაბაგებს ჭირდება, მაგრამ ასევე თანხის გარკვეული ნაწილი განსაზღვრულია კაპიტალური ხარჯებისთვის, ანუ ახალი ბაგების მშენებლობისთვის და ასევე იმ ჯგუფების გასარემონტებლად, რომელიც ჯგუფებისაც ჩვენ პერმანენტულად ვამატებთ არსებულ საბავშვო ბაგაბაგებში გამოუყენებელი ფართების საშუალებით. გასაგებია, თუ არის დათვლილი ერთ ბავშვზე, რამდენი ჩდება სახელმწიფოს მიერ გაწეული? დიახ, წელიწადში აღნიშნული თანხა შეადგენს 1000-დან 1200 ლარამდე. 1200 ლარამდე. გასაგებია. რას თავაზობთ იმათ, ვინც ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, მაგრამ ეკუთვნის სახელმწიფო ბაღი? რა თქმა უნდა, ანუ მოთხოვნა არის ძალიან დიდი აღნიშნული მიმართულებით. კერძო საბავშვო, ანუ ნაწილი აღსაზრდებისა, რომლებიც ვერ ახერხებენ დარეგისტრირებას მუნიციპალურ საბავშვო ბაგაბაგებში, კერძო საბავშვო ბაგაბაგების მომსახურებით სარგებლობენ, მაგრამ მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან აქტიურად მუშაობთ იმ თემებზე, რომ ის დიდი მოთხოვნა, რომელი მოთხოვნაც დღეს გვაქვს და ეს რეალობაა, ეტაპობრივად ეს მოთხოვნა ნელ-ნელა შევამციროთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. კიდევ ერთხელ მეორდები, 59500-მდე თუ ემსახურებოდით ჩარჩან წელს, ანუ დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ 53500 აღსაზრდელს ემსახურებით. ანუ ეს ციფრების დადია და შესაბამისად ალბათ წლის ბოლოს უფრო მეტი აღსაზრდელის დაკმაყოფილებას შევძლებთ და მომავალ წელსაც გაგრძელდება აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. გასაგებია, ბატონ თემურ, რამდენად ქმნის ალტერნატივას ეგრეთ წოდებული კერძო ბაღების სექტორი და ხომ არ განიხილება მათთვის შეღავათები, რათა უადგილოდ დარჩენილი ბავშვების მშობლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს კერძო სექტორის მომსახურება? კერძო საბავშვო ბაღების ძირითადი კონცენტრაცია ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძირითადი კონცენტრაცია არის ვაკეს აბურთალოს რაიონში, ანუ რაოდენობრივად რომ ავიღოთ, მაგრამ ჩვენ ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ყველაზე მწვავე მოთხოვნა თავისუფალი ადგილების ნაკლებობის კუთხით, გარდა ამ ცენტრალური უბნებისა, მწვავედ გვიდგას იგივე ისნის, სამგორის, გდანის, ნაძალადევის რაიონში, სადაც ჩვენ ზუსტად ამ რაიონებში ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაგაბაგებს, იმისათვის, რომ ეს გაზრდილი მოთხოვნა ეტაპობრივად შევამციროთ. რაც შეეხება კერძო საბავშვო ბაგაბაგის ბენეფიციარებს, რა თქმა უნდა, კერძო ბაღებსაც ყავს თავისი კონტინგენტი ბავშვებისა, ანუ იმ აღსაზრდელებისა და რა თქმა უნდა, კერძო ბაღებშიც თავისუფლად ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს სექტორიც უნდა განვითარდეს, ამაზე აუცილებელია, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს იმისათვის, რომ აღნიშნულ
სექტორსაც მიეცეს იმის საშუალება, რომ ბევრად უფრო განვითარდეს და ბევრად უფრო მეტი აღსაძლებლის მიღება შეძლოს. ძალიან დიდი მადლობა თემურ თორდინავა, თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, ეკონომეტრის დღევანდელი გამოშვების სტუმარი. გამოშვებას კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეებით განვაგრძობთ.